დიმიტრი მედვედევმა მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება კრემლში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა და გვექნება ქართველი ერის მიმართ მეგობრული გრძნობა. 2008 წელს მომხდარი ის მძიმე კონფლიქტიც კი დარწმუნებული ვარ არ გააფუჭებს ამ ურთიერთობას. მომხდარზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სააკაშვილის რეჟიმს ეკისრება. ჩვენ საქართველოსთან ადრე თუ გვიან გვექნება ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან მე პირადად არანაირ საქმეს არ დავიჭერ. ის რუსეთის ფედერაციისთვის პერსონა ნონ გრატაა. საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით იქვე განცხადება გააკეთა სერგეი ბაღაფშმაც. არ არსებობს ცუდი ერი, არსებობენ ცუდი პოლიტიკოსები. საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ ვაპირებ. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც ხელების სისხლში აქვს ამოსული. მედვედევისა და ბაღაფშის შეხვედრის დასასრულს გაფორმდა შეთანხმება საჰაერო მიმოსვლისა და ვაჭრობის თაობაზე. ასევე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შესახებ. რუსული მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი პრიხოტკო, რეგიონული განვითარების, ტრანსპორტის, თავდაცვის, ბუნებრივი რესურსების მინისტრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვისა და ეკონომიკის დე-ფაქტო მინისტრები მერაბ ქიშმარია და კრისტინა ოზგანი იყვნენ. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოსკოვს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს ბაღაფშის პირველი ვიზიტია მოსკოვში.